მეორე სართულზე გიშულება დღეში. როგორ არა, ეხლა აფეთქება რომ მოხდა თავისთავად ხმაი. გვეძინა მეზობლებს ხმაურზე გამოგვეღვიძა. აფეთქების იმაზე გამოვიხედეთ და დიდი ამბავი იყო. მეორე სართულზე ქალი მიშველეთო გაიცახოდა. სულ სადაც შავია ყველგანისენია. ახლებია ისაც. დაბლა ქუჩაში სპორი და ჩხუბი ატყდა. ბიჭმა რო გაიგო ჩემა, მერე თქვა რომ წავალო და გამაშველებკე. ამოვიყვანი კი აქა, ორი შემოვიდა და ორნი კიდე შემოსასვლელები იყვნენ და აი ისინი რო შემოვიდნენ, არ იყვნენ შემოსვლები, აი კარიბგარიდანაც არ იყვნენ უკვე გადმოსულები, რომ უცბად რაღაცა დიდი ხმა იყო აფეთქებისა და მერე დაიწყეს ვაიმე თავი და ვაიმე ფეხები და გაიდიოდათ თხრიალი ცისკრა. თლაც სულ მოსისხლული იყო აქაორობა რა. აი სადაც იგინატაცია. მაგრამ ჩვენი დაცემაც ვერ დავინახეთ, როგორ რანაირად დიეცა. სულ ყველანი ესაც ახლა ჩემი მეუღლე და სულ ყველანი იქვიდე. აქ გარეთ სხვა არავინ კაცშვილი რა ყოფილა. როგორ შემოვიდნენ ესენი, მეც იქ ბალკონიდან შემოველი და მეც აქ დავდექი და იმ მომენტში შემოსვლა და აი კაფე აფეთქება ერთი იყო. რა ვერ გავიგეთ ვინ იყო, რა იყო, ას დამნახი არავინ არ არის, რომ ისმე გედმეეგდო. ჩვენ ახლა ჩვენ გავხიარდით იმ დროი ამ ბიჭებთან მივცურით რომ სისხლი გაიძულოთ. მიზეზი ახლაც არ ვიცი რა იყო, რა ვიცი, აი დაბლიდან ამოისროლეს თუ რა მოხდა, იმ საათშიაც გაურკვეველი ვარ ძალიან.